ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა მკვდარია, როგორც ასეთი პოლიტიკა, როგორც ასეთი მკვდარია ეს პრინციპში ყველამ ვიცით. განსაკუთრებით რასაკვირველია მკვდარია ეგრეთ წოდებული საარჩევნო პოლიტიკა არჩევნებს ქართული ოცნების პირობებში არანაირი აზრი არ აქვს. ბიზინა ივანიშვილი ნებისმიერ არჩევნებს თუ ის ასეთი მძლავრი, ასეთი ძლიერი იქნება თუ სახელმწიფო, ან ეგრეთ წოდებული სახელმწიფო პარტია იქნება ეს ბანდიტური დაჯგუფება ქართული ოცნება განსაკუთრებით ამ შემადგენლობით პარტიაში დიმიტრი სამხარაძე იქნება გამაგრებული პარტიასა და პარლამენტ შორის ირაკლი ზარქუა, ხოლო პარლამენტში აგვარია ის აგვარია პაპუაშვილი სუსში მამუკა მდინარაძე და მთავრობაში ირაკლი კობახიძე და ეს ბანდიტური დაჯგუფება იქნება მართველი მათ პირობებში მათ მიერვე გამოცხადებულ არჩევნებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ნებისმიერ არჩევნებად წოდებულს ისინი მოიგებენ. ამიტომ მე პრინციპულად ვეთანხმები იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ვიდრე და ეს უკვე განცდის ან ემოციის ნაწილია, ვიდრე არ გავიგებთ ან ვიდრე არ გვეცოდინება, არ შევიგრძნობთ თუ გნებავთ ასე ვიტყვი, რომ ქართული ოცნება, ანუ ბიზინა ივანიშვილი დამარცხდა წინასწარ, ანუ არჩევნებამდე. საერთოდაც მე იმ აზრის საგახლავართ, რომ ქართულ ოცნებას საარჩევნო რეგისტრაცია არ უნდა მისცეს, ასე მაგალითად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ქართულ ოცნებას როგორც ბანდიტურ დაჯგუფებას ყოველ შემთხვევაში ამ შემადგენლობით, მან უნდა აღიაროს მარცხი ვიდრე არჩევნებამდე, ის უნდა შეეპუოს და შეეგუოს მარცხს ვიდრე არჩევნებამდე და აი ამ შემთხვევაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მას მიეცეს საარჩევნო რეგისტრაცია და არ ვიცი 7 თუ 8 დეპუტატი გაიყვანოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი, რომ სადეპუტატო იმუნიტეტი მიეცეს გაყვანილ რომელიმე მათგანს. რა ვიცი, ამ მნიშვნელობა აქვს ოზარ სუბარს თუ ირაკლი კობახიძეს მეორედ ვახსენებ. მაგრამ ახლანდელი ჩემი ვიდეობლოგი, ეს ვიდეობლოგი არ ეხება აგიკვირდებათ და არ ეხება ქართულ ოცნებას, ქართულ ბანდიტურ ოცნებას, სხვა პოლიტიკურ პარტიაზე ალბათ ერთზე ან ორზე ვისაუბრებ თქვენის ნებართვით და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია არის ქართულ ოცნებასთან მაინც ერთგვარ ალიანსში შესული გიორგი გახარიას, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ახლა დევნილობაში როა, ახლა გაქცეული როა, დიახ, სწორედაც რომ გაქცეული მის პოლიტიკურ პარტიას ქვია გახარია საქართველოსთვის, რომელიც სწორედ იმის გამო, რომ მისმა ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლისა და ერთგვარი თანამშრომლობის თაობაზე, ქართულ ოცნებასთან ერთგვარი თანამშრომლობის თაობაზე ამგვარი გადაწყვეტილება რაღაცა მიიღო გიორგი გახარიამ, ეს პოლიტიკური პარტიაც კვდება, მეთქი ასე ვიტყვი, როდის იყო ძლიერიო ბევრი თქვენგანი მიტყვის და გეთანხმებით, მაგრამ ქართული ოცნების მიერ დაწერილი რიცხვების მიხედვით მან არასრული თუ არ ვწდები 8% მიიღო და რა შესაბამისად ამდენი 190,000 თუ 200 რაღაც 17,000, 217 არა, რაღაც 170 180,000 ხმა მოიპოვა, მეტი ნაკლები ნამდვილობა აქვს, მაგრამ მისი კვდომის პროცესიც მიმდინარეობს. გიორგი გახარია რო არ არის საქართველოში, ამიტომაც რასაკვირველია, რომ არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ბოლომდე წარმოაჩინოს საკუთარი სრულყოფილად წარმოაჩინოს საკუთარი თავი ქართულ სივრცეში, მაგრამ ბიზინა შუაშია და თუ გნებავთ კი არა, თავშია ბიზინა ივანიშვილი. გიორგი გახარია საქართველოში რომც იყოს და ამგვარი გადაწყვეტილება რომ იყოს მიღებული და გიორგი გახარია პარლამენტის წევრიც რომ იყოს და არც არავინ არ სდევნიდეს, ეს პარტია მაინც კვდომის რეჟიმშია, ჩემი ხმარწმენით, იმიტომ რომ კვლავ ვიმეორებ, იმიტომ რომ ის შეეკრა ერთგვარად ქართულ ოცნებას და ყოველ შემთხვევაში იმ ერთობის, თუ ამას ერთობა ჰქვია, ნაწილი არ არის, ვინც ამბობს, რომ ქართული ოცნება არის უკანონო და ქართულ ოცნებასთან არანაირი კოოპერაცია, კოორდინაცია, თანამშრომლობა, კოჰაბიტაცია და ასე შემდეგ არ შეიძლება. ასეთი კი ყველა სხვა პარტია გიორგი გახარიას პარტიის გარდა. შეცდომა იყო ჩემი აზრით გახარიას მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლელოსთან ერთად. ეს ორი დაპირისპირებული ერთმანეთთან პოლიტიკური ძალა საერთოდ როგორ შევიდა ერთმანეთთან ალიანსში, გარკვეულ ალიანსში, სიმართლე გითხრათ ამ წამამდე მიკვირს, ეს ის პოლიტიკოსები არიან ამ პარტიების ლიდერები, რომლებიც ღიად ადანაშაულებდნენ ერთმანეთს არაერთ საკითხში, მაგალითად ხაზარაძე იცით თქვენ რომ ადანაშაულებდა გახარიას ანაკლიის სამართლიანად სხვათა შორის ანაკლიის პროექტის, ანაკლიის სპორტის პროექტის ჩავარდნაში და გაუქმებაში, მოდის ვიხდი ერთ წამს და ეს ძალიან
სწორი დადანაშაულება, სწორი ბრალი იყო გახარიას პარტიის მიმართ. მოკლედ ეს ყველაფერი იმიტომ გამახსენდა, რომ ახლა გამახსენდა სხვა რამეზე ვაპირებდი ვიდეო ბლოგის ჩაწერას, მაგრამ გავიგე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვინმე ბექა ლილუაშვილი, გახარიას პარტიის წევრი, არა ეს კაცი მინახავს, მათ შორის ფორმულაშიც მინახავს, რომ არ მოგატყუოთ უშუალოდ შეხვედრი ვარ თუ არა არ მახსენდება, ვინმე ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის მომიკვდეს თავი მერქი, ეს კინაღამ აღმოხდა აღმოხდა კი არა, აღმოხდა როგორც კი ეს ინფორმაცია წავიკითხე, მაგრამ ბექა ლილუაშვილი პარტიაში და პოლიტიკაში იქნება თუ არა, საბოლოო ჯამში რა მნიშვნელობა აქვს, ან ნებისმიერი აი პარლამენტარები გაიხსენეთ ქართული ოცნების ვითომ მოწინააღმდეგე გახარია საქართველოსთვის ამ პარტიიდან, რამდენიმეს ვიცნობ, გულახდილად გეტყვით ერთს თუ ორს, მათი ყოფნა პარლამენტში ან მათი ყოფნა პოლიტიკაში ელექტორალური თვალსაზრისით ისინი აბსოლუტურად განულებულები არიან, მათ გარეშე ჩაივლის მეთქი მომავალი არჩევნები როცა იქნება და თუ მაინც და მაინც პოლიტიკაში დარჩება ეს პარტია გახარია საქართველოსთვის, პირობას ვიძლევი, ცეცხლზე ვდებ ხელს, ასე რომ უყარტყოლ მერქმა, რომ გახარიას პარტია 5%-იან ბარიერს რასაკვირველია ვერ გადადახავს. ახლა 5%-იან ბარიერს შეეჭიდება და გადადახავს ყველა ის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უკომპრომისოა და რომლებიც სხვათა შორის ერთ ძალიან საინტერესო მოსაზრებასაც ან ვითარებენ კი არა, ასაც გვიზიარებენ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს ამათ პირობებში, ანუ ბიზნა ივანიშვილის პირობებში და მაგალითად სოლიდარული არიან დაპირისპირებულ, მათთან დაპირისპირებულ ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელსაც ისიც თქვენ ამ პარტიას და კიდევ ორ პარტიას, მათ შორის ხაზარაძის პარტიასაც არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცემა ქართული ოცნების პირობებში, იმიტომ რომ ქართული ოცნებამ საკონსტიტუციო არჩევანი შეიტანა ამ ბანდიტურ სასამართლოში და ბანდიტურია რასაკვირველია, ყველა სასამართლო უწყება ნებისმიერი დონის და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო და გააპირებს გააუქმოს შესაძლოა ბევრი თქვენგანისთვის მიუღებელი პოლიტიკოსების, მიუღებელი პარტიები, ნაციონალური მოძრაობა, ხაზარაძე ჯაფარიძის დუეტის პარტია, ლელოძლიერი საქართველოს და აგრეთვე გარამია ზურა ჯაფარიძე, გარამია დაპატიმრებულია, ზურა ჯაფარიძე დაპატიმრებული აღარ არის, მაგრამ შეიძლება დააპატიმრონ. ელენე ხოსტარია დაპატიმრებულია, ნიკამელია დაპატიმრებულია და ასე შემდეგ ამ პარტიებსაც აუქმებს. აი ამ პირობებში არანაირ არჩევნებს, როდესაც პოლიტიკოსებს არ მიეცემათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და საკუთარი მოსაზრებების საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა მოესპობათ და ესპობათ ფაქტია, საპატიმროში არიან რა, თუნდაც ამიტომ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე მოსაზრებების ამ პირობებში არანაირ არჩევნებს აზრი არ აქვს. მადუროს ხელისუფლებას ადარებენ ხშირად ქართული ოცნების ხელისუფლებას, მე გეტყვით, რომ მადუროს ხელისუფლება ბევრად უარესი იყო, რასაკვირველია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა ოდნავ უკეთესი ან გარკვეულწილად ბევრად უკეთესი, თუნდაც მისაღებია დასავლური სივრცისათვის კი მადუროს ხელისუფლება გაეროს ერთ-ერთი 2019 წლის ანგარიშის მიხედვით სიკვდილის ბრიგადების შექმნილი მადუროს და ადამიანებს ხრეტდა ქუჩაში ანიტაცებდა და კლავდა, მათ შორის პირველ ყოვლისა ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას და ასევე ქვეყნიდანაც დევნიდა და 7-8 მილიონი მოქალაქეა გასული ვენესუელიდან, აი ამ პერიოდში გასული იყო თუ ამ პერიოდშია გასული უკაცრავად 2024 წლის თუ არ ვცდები მონაცემებით, მათ შორის ბევრი პოლიტიკოსი, ბევრი მისი ოპონენტი, ბევრი გადამალულია, ბევრი მთებშია, ასე ვიტყვი, მისი ცნობილი ოპონენტები, რომლებსაც უნდოდა რომ მისწვდომოდა მადურო, არა ამგვარად სასტიკი ბიზნა ივანიშვილი არ არის, მაგრამ ის პოლიტიკას მადუროსი არ იყოს, მადუროს ვენესუელისა არ იყოს, სპობს ამ კავკასიის რეგიონის ერთ ბრწყინვალე და ვენესუელასთან შედარებით ბევრად წინ დემოკრატიის თვალსაზრისით, ბევრად წინ წასულ ქვეყანა საქართველოში, ამიტომ დასავლეთისთვის თუ მადუროა იქ მიუღებელი რასაკვირველია არის ბიზნა ივანიშვილის რეჟიმი. ერთ რამესაც გავიხსენებ თქვენი სტებართვით, გეხსოვებათ, როდესაც მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად წოდებულმა განაცხადა, რომ ტრამპს ველაპარაკე 22 წამით შეხვდა რეალურად, ხო? სექტემბრის თვეში თუ არ ვწდები და არ ვწდები, ტრამპი დამპირდა, რომ გადმომირეკავსო, ეხლა ვუტრირებ ცხადია, ზარი ასე არ ხორციელდება, პირდაპირ გაიგე ყაველაშვილის ნომერი და გადმოურეკე მას, ასე არ ხდება, იქ ზარის შეკვეთა ხდება და ასე შემდეგ, ტრამპი საერთოდ არ გადმოურეკავს. საერთოდ არის ის საქართველოს
ეგრეთ წოდებული ლიდერი ვინც არის, მაგრამ თუ ოდესმე ტრამპის ყურამდე მივა ამბები საქართველოს თაობაზე, მივა პირველ ყოვლისა ამგვარი სწორი ინტერპრეტაციით, რომ ეს ხელისუფლება ზუსტად ისეთივე უკანონოა, როგორიც იყო ვენესუელაში, ყო ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ყურის ძირში ვენესუელის ხელისუფლება მადუროსი, ყაველაშვილი, რომელსაც შეხვდა 22 წამით ტრამპი არ არის პრეზიდენტი, კობახიძე, რომელიც წერილზე აგზავნიდა ტრამპის სახელზე არ არის პრემიერი და საერთოდაც ამ ქვეყანას მართავს ტრამპის მასშტაბებით და რეალურად მთელი მსოფლიოს ოლიგარქების არა, მთელი მსოფლიოს მილიარდერების მასშტაბებით ის კაცი, რომელსაც სულ რაღაც 3, 7 თუ რავი 8 თუ 5 თუ 6 მილიარდი აქვს, ერთი ლანჩის, არა, ერთი ბრექფესტის ან ბრექფესტისა და ლანჩის ფული ჯდება ის ფული აქვს ბრეზინა ივანიშვილს 7 მილიარდი მართლა ხო არ ჯდება ეხლა რომელიმე ერთი ბრექფესტი თუ ლანჩი, მაგრამ არაფერი შეერთებულ შტატებში, მაგრამ არაფერი ფული ამერიკის შეერთებული შტატების ელიტის საზომებით 7 მილიარდი არ არის, რასაც ფლობს ბიზინა ივანიშვილი, თუმცა ჩვენი მასშტაბებით ეს ასაკვირველია უზარმაზარი თანხაა. საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკა ადრე იქნება თუ გვიან ასაკვირველია ჩამოყალიბდება, მე კი დაუბრუნდები ისევ გახარიას თემას თქვენის ნებართვით. გახარიას პარტია არც ერთი პოლიტიკურ პარტიას, რომელიც უკომპრომისო არ არის, არ აქვს არანაირი შანსი და აი საკონსტიტუციო სასამართლო რომ კრძალავს პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს და სხვა არაა კრძალული პოლიტიკური პარტიები რომ სოლიდარულნი იქნებიან ყაზარაძესთან თუ გვარამიასთან თუ ნაციონალურ მოძრაობასთან და არ მიიღებენ მონაწილეობას ქართული ოცნების მიერ დანიშნულ ნებისმიერ არჩევნებში, ეს რასაკვირველია მისასალმებელი ამბავია. რაც შეეხება გახარიამ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი, ბევრჯერ მეთქი, ჩემი მოსაზრებით, მაგრამ განსაკუთრებით გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს, მაშინ, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლისა და ქართულ ოცნებასთან გარკვეული კოოპერაციის თაობაზე, ეგონა რა, წარმოდგენა ჰქონდა რა, ასეთი რომ ქართული ოცნება ხელისუფლებას არა რაღაცას მაინც დაუთმობდა, მაგალითად სისხლის სამართლის საქმეს არ აღზრდავდა იმას გიორგი გახარიას წინააღმდეგ. სხვათა შორის მე გულახდილად გეტყვით, რომ თუ გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა ვინმე აღზრას ოდესმე, ეს არ არის ჩორჩანას ეპიზოდი, ეს რასაკვირველია არის 20 ივნისის ეპიზოდი და ამასთან დაკავშირებით კი არ მეთანხმები ქართულ ოცნებას, მაგრამ რასაკვირველია ეს კვლევა-ძიების საგანია, აგრეთვე ანაკლიის სპორტის თაობაზე, რატომ ჩავარც მინიმუმ კითხვები უნდა გაისმას, კითხვები უნდა დავსვათ გახარიას მისამართით, რატომ ჩავარდა მისი პრემიერობის დროს ანაკლიის სპორტის პროექტი და თვითონ რა წილი მიუძღვის ამ ყველაფერში და რატომ არ ასახელებს დღემდე ესეც დანაშაულის დაფარვაა რეალურად ბიზინა ივანიშვილს თუ 20 ივნისის ამბებთან დაკავშირებით, კვლავ მეორე 20 ივნისის ამბებთან დაკავშირებით და აგრეთვე ანაკლიის სპორტის პროექტის, ხმასკლოვანი სპორტის პროექტის ჩავარდასთან დაკავშირებით იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ის პროექტი ჩავარდა ჩვენთვის ეს ოდენს 100 სიცოცხლე და დღეს 25 წელს რო ჩვენ ანაკლიის სპორტი გქონდეს, წარმოგიდგენთ ამდენად წინწაწეული ქვეყანა ვიქნებოდით. ეს ყველაფერი მე მგონი გითხარით და შესაძლოა არ მითქოს გამახსენდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ბექალილუაშვილი არ ვიცი გითხარით თუ არა, მიდის, ანუ გახარიას პარტიის წარმომადგენელი მიდის პოლიტიკიდან, ესეთი დაიწერა, აუფმეთქი, მომიკვდეს დავიმეთქი, ეს წამომს და არ არის საინტერესო არც ბექალილუაშვილი, არათუ ბექალილუაშვილი გიორგი გახარიაც კი, რომელიც დასრულებული პოლიტიკოსია, გაგიკვირდებათ და ყველა არადასრულებული ყველა ისინი არიან არადასრულებული პოლიტიკოსები, რომლებიც ქართულ ოცნებასთან პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლოა არასწორი სიტყვაა, მაგრამ აი ეს შეურიგებელ დაპირისპირებაში არიან. შეურიგებლობა გაამარჯვებინებს ამ ქვეყანას და საერთოდაც ქართულმა ოცნებამ უნდა წააგოს არჩევნები ვიდრე არჩევნებამდე, ანუ ბიზინა ივანიშვილმა უნდა დათმოს ძალაუფლება და ამიტომაც მგონია და ყველაზე სწორი გზა არის, რამდენად მივახცევთ, არ ვიცი, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა მივცეთ არანაირი იოტისოდენა შანსიც კი რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, როცა იქნება ეს არჩევნები და იქ კიდე რაღაც თავისი მაქინაციები ჩაატაროს სამხარაძე დიმიტრი პარტიიდან, ზარქუა ირაკლი სადღაც ამის ჯანდაბიდან და პაპუაშვილმა კობახიძემ და ამ ბანდიტებმა, რომლებსაც ეს ქვეყანა პრაქტიკულად დაანგრიეს. ნახვამდის.